ტრამპს აქვს 24 საათი და თეთრმა სახლმა ახლახან გააკეთა შთამბეჭდავი სვა, რათა ირანი ზეწოლის ქვეშ შეინარჩუნოს, ისე რომ კრიზისის კონტროლი ამერიკის კონგრესისთვის არ გადაეცეს. ამ პარასკევს 2026 წლის 1 მაისს დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ თეირანთან ზავმა მტრული მოქმედებები დაასრულა და ამიტომ ომის უფლებამოსილების კანონი სათვალ შეაჩერა. მთავარი საკითხი მარტივია. 1973 წლის ამერიკული კანონით პრეზიდენტს აქვს 60 დღე, რომ სამხედრო ოპერაცია კონგრესის ოფიციალური ნებართვის გარეშე აწარმოოს. ამის შემდეგ მას უნდა დაასრულოს მოქმედება, მოითხოვოს დამტკიცება ან გაამართლოს დამატებითი ვადის საჭიროება. რადგან ირანთან ომი 28 თებერვალს დაიწყო, დროის ლიმიტი ახლა ამოიწურა. თუმცა თეთრი სახლი აცხადებს, რომ აპრილის დასაწყისში დაწყებულმა ზავმა სიტუაცია შეცვალა, რადგან მან მტრული მოქმედებები დაასრულა. და ახლა ჩვენ ხედავთ ჩვენს თვალწინ შთამბეჭდავ სვლას. მთავრობა იქენებს საკუთარ კანონებს და კონგრესის მხარდაჭერას, რათა ირანზე სასტიკი ზეწოლა შეინარჩუნოს, მაშინაც კი როცა ომს უარყოფენ. ეს არის გათვლილი, ცივი და ძლიერი მანევრი, რომელიც რეალურ დროში მიმდინარეობს. პრაქტიკაში ტრამპის მთავრობა კონგრესს პოლიტიკურად და იურიდიულად უვლის გვერდს. ამბობენ, რომ ომი შეჩერებულია, მაგრამ ირანის რეჟიმზე ზეწოლა ყველა მხრიდან გრძელდება. და ამის შედეგი უკვე თვალსაჩინოა ჩვენს თვალწინ. ჰიპერსონიკული რაკეტა Dark Eagle. ამერიკის შეიარაღებული ძალები გადავიდნენ იმ ფაზაზე, როცა ისინი აღარ საუბრობენ მხოლოდ ბლოკადასა და სანქციებზე. ამერიკის ცენტრალურმა სარდლობამ მოითხოვა ახლო აღმოსავლეთში სისტემის გაგზავნა ირანული სამიზნეების წინააღმდეგ შესაძლო გამოყენებისთვის. თეირანმა არ მიიღო შვება, ყველაფერს ახლავე გიამბობ. მაგრამ ეხლა შენ მოგინდება, რომ არხზე გამოიწერო, რათა ინფორმირებული დარჩე. ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტით მილსონ ალვესი. ეს არის სვა, რომელიც აშინებს ირანის რეჟიმს. ტრამპი თავს არიდებს ახალი ნებართვის მოთხოვნას შიდა ზეწოლის დროს, მაგრამ ალყას არ ხსნის. ბლოკადა გრძელდება, სამხედრო ვარიანტები ძალაში რჩება, ხორმუზზე ზეწოლა გრძელდება. ერაყში მეთვალყურეობა გრძელდება. ისრაელი კვლავ იღებს მომარაგებას. სენატმაც ვერ შეეძლო პრეზიდენტისთვის რეალური შეზღუდვის დაწესება. ამან თეთრ სახლს მისცა ის სივრცე, რაც სჭირდებოდა, რომ ზავი ამერიკის კონტროლირებად პაუზად ექცია. არა როგორც შანსი ირანისთვის ამოსასუნთქად. ეხლა მოდის ყველაზე მძიმე განახლება. ჰიპერსონიკული რაკეტა Dark Eagle გახდა ახალი ზეწოლის ცენტრი. შეერთებული შტატების სამხედროები გადავიდნენ ფაზაზე, სადაც ისინი აღარ საუბრობენ მხოლოდ ბლოკადასა და სანქციებზე. ამერიკის ცენტრალურმა სარდლობამ მოითხოვა სისტემის გაგზავნა ახლო აღმოსავლეთში ირანულ სამიზნეებზე შესაძლო გამოყენებისთვის. ეს იარაღი არასოდეს გამოყენებულა ბრძოლაში. და სწორედ ამიტომ ეს გზავნილი კიდევ უფრო მძიმე ჟღერს. ვაშინგტონი ამბობს, რომ თუ ირანი გააგრძელებს დაჟინებას, შემდეგი პასუხი შეიძლება იყოს ტექნოლოგიით, რომელიც შექმნილია ღრმა, სწრაფი და რთულად დასაცავი სამიზნეების დასარტყმელად. Dark Eagle, რომელსაც ასევე გრძელდისტანციური ჰიპერსონიკული იარაღი ეწოდება, შექმნილია გრძელდისტანციური კონვენციური შეტევებისთვის გრძნობიარე სამიზნეებზე. ამერიკული ანგარიშები მიუთითებს, რომ მისი მოქმედების რადიუსი 1725 მილის აღემატება და მინიმალური სიჩქარე მახ 5-ია. უბრალოდ სიტყვებით რო ვთქვათ, ეს არის იარაღი, რომელიც ძალიან სწრაფად მიდის და ისეთ ადგილებამდე ახდევს, სადაც მტერს ეგონა, რომ მანძილი დაიცავდა. ეს საკითხი გადამწყვეტია, რადგან ირანმა თავისი თავდაცვა დისპერსიაზე ააგო. მისი ძალის ნაწილი მდგომარეობს მოძრავ რაკეტებში, დრონებში, დაშორებულ ბაზებში, გვირაბებში, თავშესაფრებში და რეგიონში გაფანტულ მოკავშირე ჯგუფებში. იდეა ყოველთვის იყო ამერიკული პასუხის გართულება და ნებისმიერი თავდასხმის ფასის გაზრდა. მაგრამ ჰიპერსონიკული იარაღი სწორედ ამ ლოგიკის დასამსხვრევად შემოდის. ის აიძულებს მოწინააღმდეგეს გააცნობიეროს, რომ მანძილი დაცვას არ უზრუნველყოფს და რომ გამშვები დანადგარების დამალვა შესაძლოა საკმარისი არ იყოს. Dark Eagle-ის მოთხოვნაც აჩვენებს, რომ ტრამპს სურს ჰქონდეს ზემოქმედების საშუალება ისე, რომ ყოველი ნაბიჯი საჯარო განცხადებად არ გადაიქცეს. მთავრობას შეუძლია ერთდროულად შეინარჩუნოს იურიდიული ზეწოლა ვაშინგტონში და სამხედრო ზეწოლა თეირანზე. ეს კომბინაცია ირანის რეჟიმს რთულ არჩევანში აქცევს. თუ უკან დაიხევს, ეს ნიშნავს, რომ ბლოკადა ეფექტური აღმოჩნდა. თუ წინწავა, შეიძლება უფრო მკაცრი პასუხი მიიღოს. თუ ხორმუზის სრუტეს დაბლოკილს დატოვებს, საერთაშორისო აღშფოთება გაიზრდება. თუ ხორმუზს გახსნის, თავის მთავარ შანტაჟის ბარათს დაკარგავს. ამ დროს ბარდათში კიდევ ერთი განგაში გაჩნდა. სათვალთვალო დრონი ჩამოაგდეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან მწვანე ზონაში. ჰორმუზის თქმით, pontes de segurança iraquianas. ჯერ კიდევ გაურკვეველია, როგორ ჩამოვარდა დრონი, მაგრამ მისი მდებარეობა საკმარისია განგაშის ასატეხად.
ბაღდადში ამერიკის საელჩო ყოველთვის ირანის გავლენის თერმომეტრი იყო ერაყში, განსაკუთრებით თეირანთან დაკავშირებული მილიციების გამო. ირანმა თავისი ძალა მოკავშირეების, შეიარაღებული ჯგუფების, დრონებისა და რაკეტების გამოყენებით ააგო. ეხლა შეერთებული შტატები იმავე არეალში პასუხობს, მაგრამ ბევრად მეტი შესაძლებლობით. გემები, თვითმფრინავები, ბლოკადა და დაზვერვა, ისრაელის მხარდაჭერა და შორსულელი იარაღი. ისრაელის მხარდაჭერა ამ ინტერპრეტაციას აძლიერებს. გემებმა და თვითმფრინავებმა დაახლოებით 6500 ტონა საბრძოლო მასალა და სამხედრო აღჭურვილობა მიიტანეს ისრაელის პორტებში, მათ შორის საჰაერო და სახმელეთო საბრძოლო მასალა, სამხედრო სატვირთოები და ტაქტიკური მანქანები. მასალა სამხედრო ბაზებზე გადაიტანეს, რაც აჩვენებს, რომ ვაშინგტონი არ შლის თავის საომარ სტრუქტურას. ის უზრუნველყოფს, რომ მისი მთავარი რეგიონული მოკავშირე მზად იყოს იმ შემთხვევაში, თუ თეირანი შეამოწმებს ზავის საზღვრებს. ისტორია გვეხმარება ამ კრიზისის სიმძიმის გაგებაში. 1980-იან წლებში ტანკერების ომის დროს სპარსეთის ყურე კომერციული გემებისა და ტანკერებისთვის საფრთხის ზონად იქცა. შეერთებულმა შტატებმა გააძლიერა საზღვაო ძალების ყოფნა, რათა დაეცვა მარშრუტები და არ დაეშვა, რომ საზღვაო ვაჭრობა მძევლად ექციათ. 1900 წლის 18 აპრილს ოპერაცია პრეინგ მენთისის დროს ამერიკის საზღვაო ძალებმა ირანულ ობიექტებს შეუტიეს, მას შემდეგ რაც შეერთებული შტატების ფრეგატა ნაღმზე აფეთქდა. გაკვეთილი მარტივია, როდესაც თეირანი ზღვაში საზღვრებს ცდის, ვაშინგტონი როგორც წესი პასუხობს, რათა არ დაუშვას, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობის მარშრუტი შანტაჟის ქვეშ აღმოჩნდეს. ზუსტად ამიტომ არის ეს მომენტი თეირანისთვის სერიოზული. რეჟიმს ძალის ჩვენება სჭირდება, მაგრამ ასევე უნდა აირიდოს დარტყმა, რომელიც მის სტრუქტურაში სასიცოცხლო ნაწილებს გაანადგურებს. თუ მილიციებს გამოიყენებს, ამით ამყარებს ამერიკელების არგუმენტს, რომ პრობლემა რეგიონულია. თუ ბილთუ პროგრამას დააჩქარებს, კიდევ უფრო მეტ მიზეზს აძლევს ტრამპს, რომ ზეწოლა გააგრძელოს. თუ ჰორმუზზე გააგრძელებს ზეწოლას, ენერგიას იარაღად აქცევს და მსოფლიო რეაქციას გამოიძორს. ყოველი გამოსავალი ახალ რისკს ქმნის. საბოლოოდ სულილება ერთდროულად პოლიტიკურიცაა და სამხედროიც. დონალდ ტრამპი იყენებს ზავს, რათა სცადოს კონგრესის გვერდის ავლა და შეინარჩუნოს მოქმედების თავისუფლება. ამასობაში შეერთებული შტატები მუქარას ზრდის დარქიგლით. აკურდება დრონების შესახებ გაფრთხილებებს ერაყში და აგრძელებს ისრაელის მომარაგებას. ირანი კვლავ მკაცრად საუბრობს, მაგრამ აწყდება ბლოკადას, საზღვაო ზეწოლას, ჰიპერსონულ საფრთხეს და დიპლომატიური სიმწის დაკარგვას. დასკვნითი ნაწილი პირდაპირია. ტრამპს სურს დროის მოგება ვაშინგტონში, რათა გააგრძელოს თეირანზე ზეწოლა ახლო აღმოსავლეთში. მიზეზი ნათელია. ირანისთვის ხელის შეშლა, რომ არ გამოიყენოს ჰორმუზი, რაკეტები, დრონები, მილიციები და ბირთვული პროგრამა, როგორც ფარი უფრო მკაცრი ამერიკული პასუხის წინააღმდეგ. დალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო Milson Always News-ის საზოგადოებაში.